წერილების, ამანათების, გზავნილების გაგზავნა და მიღება ახლო მომავალში უფრო გამარტივდება. საქართველოს პოსტაში რებრენდინგი დაიწყო, ახალი სერვისები და გაუმჯობესებული მომსახურება. რამდენიმე საუკუნოვანი ისტორიის მქონე პოსტა მომხმარებელს ბევრ სიახლეს პირდება. ვიზუალურ ცვლილებებთან ერთად იგეგმება ლოგოსა და სტილის შეცვლაც და ასევე საფოსტო მომსახურების სერვის ცენტრების დიზაინის გაუმჯობესებაც. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტესტირება სერვის ცენტრის ოპერატორებს, კურიერებსა და სუპერვაიზერებს უკვე ჩაუტარდათ. საკადრო რეზერვის დადგენის მიზნით ტესტირება ასევე გაიარეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოს პოსტაში მუშაობის დაწყების მიზნით აპლიკაცია ჰქონდათ შევსებული. ტესტირება გაიარა 319 თანამშრომელმა. ტესტირება არ იყო იმ მიზნით, რომ საბოლოოდ ყოფილიყო მათი შეფასება, ანუ გამსვლელი ქულა ამ ტესტირებაში არ არსებობდა. სამომავლოდ საქართველოს პოსტის მენეჯმენტი აპირებს ეგრეთ წოდებული ტრეინინგების ჩატარებას არსებული თანამშრომლების. აქედან გამომდინარე აინტერესებდათ უბრალოდ თანამშრომლების მზადყოფნა ამ ტრეინინგებისთვის. გაუმჯობესებული დიზაინით, განახლებული ლოგოთი და ახალი